გუშინ პრეზიდენტმა ხელი მოაწერა იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებულ და მთავრობის მიერ ინიცირებულ პაკეტ ცვლილებებისა ორგანულ კანონში შრომის კოდექსი, რითაც კანონი საბოლოოდ შევიდა ძალაში, იგი უკვე გამოქვეყნებულია საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში. ამით ბოლო მოეღო და დასრულდა ის 8 თვიანი საკმარისად ხანგრძლივი, მაგრამ ამასთანავე ძალიან საინტერესო პროცესი, რომლის შედეგადაც ჩვენ მივიღეთ ისეთი შრომის კოდექსი, რომელიც სავსებით შეესაბამება ცივილიზებული საზოგადოების მოთხოვნებს. ჩვენ ასეთი აქამდე არ გქონდა. ამიერიდან ჩვენ ასეთი გვექნება და ამით მე მინდა უბრალოდ მიულოცო ყველა საქართველოში მყოფ პირს, რომლისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია ნორმალური, ჯანსაღი, ორმხრივ ინტერესებზე აგებული შრომითი ურთიერთობები. ვერავინ ვეღარ დაითხოვს, მათ შორის თქვენც ვერავინ ვერ დაგითხოვთ სამსახურიდან ყოველგვარი მოტივაციის, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე. ვერავინ გამუშავებთ იმაზე მეც, რაც არის ნორმირებული სამუშაო კვირა, ჩვეულებრივ პირობებში ეს არის 40 საათი, გარკვეული სპეციფიკური სამუშაოებისთვის და საქმიანობისთვის ეს არის 48 საათი. ამაზე მეც თუ იმუშავეთ, მაშინ უნდა გადაგიხადონ ზეგანაკვეთური. არის ასევე გარკვეული ახალი რეგულირებები ვადიან და უვადო შრომით ხელშეკრულებებთან დაკავშირებით, ინდივიდუალურ და კოლექტიურ შრომით დავებთან დაკავშირებით, ამის ყველაფრის ჩამოთვლა ძალიან შორს დაგვიყვანდა.